დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ტოტალური და სრული ბლოკადა გამოაცხადა. ეს უბრალოდ ბლოკადაა. არ გავატარებთ არავის, ვინც არ უნდა გაიაროს. არც ისე დიდი ხნის წინ მთელი ჩვენი ნავთობი წაიღეს და ჩვენის უკან გვინდა. სისტემატურად ბომბავენ სამოქალაქო და სათევზაო ნავებს, რასაც 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს მარტივად რომ ვთქვათ, მილიტარისტული და კოლონიალისტური ზრახვებია. ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია და დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს სიმართლეს. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი სუვერენული სახელმწიფოს წიაღისეულს თავისად მოიხსენიებს, ეს ადასტურებს ნიკოლას მადუროს ყველაზე რადიკალურ ბრალდებებსაც კი. თითქოს ეს მარტივი რამ იყოს. შევალთ და ადვილად გამოვალთ, დიდი არაფერი. ეს არასდროს მომხდარა, არასდროს. პენტაგონიც კი ამბობს, რომ მადუროს ჩამოგდება ძალიან რთული იქნება. კაცი, რომელიც დღეს მიგრანტების დეპორტაციით იმუქრება, თავად არის არალეგალი იმიგრანტის შვილი, რომელმაც თავშესაფარი ჩილეში პოვა. შემიძლია კიდევ ბევრი ვილაპარაკო ამ კაცზე, რომლის მამაც სხვათა შორის თავად იყო ნაცისტი. ის 1942 წელს ნაცისტურ პარტიაში შევიდა როგორც გერმანიის ვერმახტის ოფიცერი. ჩილე ფლობს მსოფლიო ლითიუმის მარაგების უდიდეს ნაწილს. ეს არის თეთრი ოქრო, რომლის გარშეც თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ იარსებობს. ალბათ სწორედ ამიტომ არის გახარებული ტრამპიც მისი სავარაუდო მოკავშირის გამარჯვება. გავიგე, რომ ჩილეში იმ ადამიანმა, რომელსაც მე დაუჭირე მხარი და რომელიც თავიდან ლიდერი არ იყო, საბოლოოდ საკმაოდ ადვილად გაიმარჯვა. სანამ მსოფლიოს ყურადღება ლათინურ ამერიკაზეა გადატანილი, აფრიკაში, სუდანში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, თუმცა დაუწყებული ომი მიმდინარეობს. ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის სიტყვები, რომ ღაზას სანაპირო ძალიან ღირებული უძრავი ქონება, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველური იყო. ეს არის უზარმაზარი თანხა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც ვესაუბრეთ, თქვა, რომ ადამიანები რიგში დგებიან და ამას ისე უყურებენ, როგორც ერაყის აღდგენის პროცესს, რაც როგორც გახსოვთ, ზოგიერთისთვის უზომოდ მომგებიანი იყო. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. დღეს რამდენიმე საკითხ შევეხები. კარიბის ზღვაში ნავთობისთვის ამერიკული არმადა დგება. ანდებში პინოჩეტის აჩრდილი ბრუნდება. სუდანსა და ღაზაში კი ადამიანური ტრაგედია ბიზნესად იქცა. თუმცა მიმოხილვის დაწყებამდე სულს შეგახსენოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული კანონების გამო ჩვენ დაფინანსების გარეშე დავრჩით. ჩვენი არსებობა ახლა უბრალოდ თქვენს კეთილნებაზეა დამოკიდებული. თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ ხარი დაუჭიროთ მაუწყებელს, დონაციის ბუმს კომენტარებში ნახავთ. ასევე გთხოვთ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი გვერდები ყველა სოციალურ პლატფორმაზე. დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ტოტალური და სრული ბლოკადა გამოაცხადა. საერთაშორისო სამართლის ენაზე ტერმინი ბლოკადა ფაქტობრივად ომის გამოცხადებას ნიშნავს. თეთრი სახლის ლიდერი თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ზე ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის გარეშე წერს: ვენესუელა სრულად არის გარშემორტყმული უდიდესი არმადით, რაც კი ოდესმე შეკრებილა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში. ეს ძალა მხოლოდ გაიზრდება და შოკი, რომელსაც ისინი მიიღებენ, იქნება ისეთი, როგორიც არასდროს უნახავთ. როგორც ჩანს, საქმე არ ეხება უბრალოდ საპოლიციო მისიას. ციფრები, რომლებსაც პენტაგონი და დამოუკიდებელი დამკვირვებლები ავრცელებენ, მართლაც შთამბეჭდავია. ეს არის სამხედრო ძალის ისეთი დემონსტრირება, როგორიც დასავლეთ ნახევარსფეროს 1962 წლის კარიბის კრიზისის შემდეგ არ ახსოვს. მაშინ მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე იდგა. დღეს კი ვაშინგტონი მზადაა გარისკოს ყველაფერი, რეგიონალური სტაბილურობა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ერთი კონკრეტული მიზნისთვის. მაგრამ რა არის ეს მიზანი? ნარკოტიკები, დემოკრატია თუ რაღაც უფრო პრაგმატული და ცინიკური? ოფიციალურად თეთრი სახლი და პენტაგონი ამ უპრეცედენტო აგრესიას ნარკოტერორისტთან ბრძოლით ამართლებენ. პრეზიდენტმა ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც სინთეტიკური ოპიოდი ფენტანილი მასობრივი განადგურების იარაღად გამოაცხადა. ნარატივი მარტივია. მადუროს რეჟიმი წამლავს ამერიკას, ამიტომ ჩვენ უნდა გავანადგუროთ მადურო. თუმცა ფაქტები ამ ნარატივს ილუზიად აქცევს. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის და თავად ამერიკული სპეცსამსახურების მონაცემებით, ფენტანილის აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკაში არა ვენესუელიდან, არამედ ჩინეთიდან და მექსიკიდან შემოდის. ვენესუელა ამ მარშრუტში პერიფერიულ როლსაც კი არ თამაშობს. მიუხედავად ამისა, სექტემბრიდან მოყოლებული ამერიკული ძალები კარიბის ზღვაში სისტემატურად ბომბავენ სამოქალაქო და სათევზაო ნავებს.
პენტაგონის ბოლო მონაცემებით განხორციელებულია 26-ზე მეტი ავიაიერიში, რასაც 100-მდე ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. იელის უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიკოსი გრეგ გრანდინი ამ სიტუაციას ელისის აუცრებელთა ქვეყანაში მოქმედ პერსონაჟს, წითელ დედოფალს ადარებს. დემოკრატი ნაუსთან ინტერვიუში მან განაცხადა: He's like the Red Queen in Alice, იცით, ეს წითელ დედოფალს გავს ელისის აოცრებათა ქვეყნიდან. ჯერ სიკვდილით სჯიან, შემდეგ კი სასამართლოს მართავენ, შემდეგ გამოაქვთ განაჩენი. ის ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ლათინურ ამერიკაში ჩვენ ახლა ელისის აოცრებათა ქვეყანაში სტილის საგარეო პოლიტიკაში ვცხოვრობთ. გრანდინის ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული. არსებობს მძიმე ცნობები ომის დანაშაულებზე. უფლებადამცველი ორგანიზაციები და თვითმკვლელები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი იერიშის დროს ამერიკელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს არა ნავებს, არამედ წყალში ჩაცვენულ გადარჩენილ ადამიანებს. როდესაც ჟურნალისტებმა თავდაცვის მდივან პიტ ჰექსეტს კითხეს, გაასაჯაროებდა თუ არა ამ ინციდენტის ამსახველ დამონტაჟებულ ვიდეო მასალას, პასუხი იყო კატეგორიული არა. სინამდვილეში ომის საბაბი ბევრად უფრო ბანალურია. ფარდა ყველაფერს საბოლოოდ მაშინ აიხადა, როდესაც დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა: არის თუ არა ვენესუელის ბლოკადის მიზანი რეჟიმის ცვლილება. ეს უბრალოდ ბლოკადაა. არ გავატარებთ არავის, ვინც არ უნდა გაიაროს. ხომ გახსოვთ, მათ მიითვისეს ჩვენი ყველა ენერგეტიკული უფლება. არც ისე დიდი ხნის წინ მთელი ჩვენი ნავთობი წაიღეს და ჩვენის უკან გვინდა. მათის წაიღეს, უკანონოდ წაიღეს. თქვენ ახსენეთ მიწების დაბრუნებაც ვენესუელაში? რომელი მიწების? ნებისმიერი მიწა, ნავთობის უფლებები, რაც კი რამ გქონდა, ყველაფერი წაიღეს. რადგან ყავდა პრეზიდენტი, რომელიც ალბათ სათანადოდ არ აკვირდებოდა პროცესებს, მაგრამ ამას ვეღარ იზამენ. ჩვენ ეს ყველაფერი უკან გვინდა. ეს არის მომენტი, როდესაც იმპერიალიზმი წყვეტს ეგრეთ წოდებულ დემოკრატიის ენით საუბარს და გადადის ძარცვის ენაზე. როდესაც ამერიკის პრეზიდენტი სუვერენული სახელმწიფოს წიაღისეულს თავისად მოიხსენიებს, ეს ადასტურებს ნიკოლას მადუროს ყველაზე რადიკალურ ბრალდებებსაც კი, რომ ვაშინგტონის მიზანი არა თავისუფლება, არამედ რესურსების კოლონიზაცია. ეს მარტივად რომ ვთქვათ, მილიტარისტული და კოლონიალისტური ზრახვებია. ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია და დღეს უკვე მთელი მსოფლიო ხედავს სიმართლეს. სიმართლეს ფარდა აეხადა. მათ სურთ ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა და მარიონეტული მთავრობის მოყვანა, რომელიც 47 საათსაც ვერ გაძლებდა. მთავრობის, რომელიც მათ ჩააბარებდა კონსტიტუციას, სუვერენიტეტსა და მთელ სიმდიდრეს და ვენესუელას კოლონიად გადააქცევდა. ეს უბრალოდ არ მოხდება. მაგრამ ეს კონფლიქტი არ არის მხოლოდ სამხედრო. ის, რაც ვენესუელაში ბოლო წლებში ხდება, არის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სასტიკი ეკონომიკური ექსპერიმენტი. ვენესუელელი ეკონომისტი ფრანცისკო როდრიგესი გვაფრთხილებს, რომ ახალი ბლოკადა ისედაც განადგურებულ ეკონომიკას საბოლოოდ არტყმას მიაყენებს. მისი თქმით, ეს აღარ არის უბრალო კრიზისი. ეს ტოტალური შიმშილის დასაწყისია. ეს შეიძლება კატასტროფული იყოს. თუ ვენესუელის ნავთობის შემოსავალი 50%-ით შემცირდება, ეკონომიკა შესაძლოა 20-30%-ით შეიკუმშოს, რაც ქვეყნისთვის დიდი დეპრესიის ტოლფასი იქნება. ვენესუელა ისედაც კოლაფსშია. 2012-დან 2020 წლამდე მისი ეკონომიკა 71%-ით შემცირდა, ხოლო მოსახლეობის მეოთხედმა ქვეყანა დატოვა. მაქსიმალური ზეწოლის ეტაპზე გადასვლა გამოიწვევს კიდევ ერთ მასობრივ ემიგრაციას და შესაძლოა შიმშილს ან საკვების უმძიმეს დეფიციტს. მონაცემები მართლაც კატასტროფულია. ვენესუელის ეკონომიკა ბოლო 10 წლებში 70%-ზე მეტი შემცირდა, რაც მშვიდობიან დროს ომის გარეშე თითქმის არასდროს მოხდა. ქვეყანას გაუყინეს 7 მილიარდი დოლარის ოქროს რეზერვები და წაართვეს ნავთობგადამამუშავებელი კომპანია ამერიკაში. ნებისმიერი ლოგიკით ასეთი წნეხის ქვეშ სახელმწიფო უნდა ჩამოშლილიყო. მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, მილიონობით ადამიანი ქვეყნიდან გაიქცა. მაგრამ რეჟიმი გადარჩა. როგორ? აქ ჩვენ მივადექით ყველაზე საინტერესო ფენომენს, რასაც ანალიტიკოსები იმპერიის დაისის სახელმძღვანელოს უწოდებენ. ვენესუელამ ფაქტობრივად შექმნა სანქციების გვერდისაული სტრატეგია, რომელსაც
ახლა მთელი მსოფლიოს ალყობს. ექსპერტები გამოყოფენ სამ მთავარ მექანიზმს, რითაც კარაკასმა ვაშინგტონს აჯობა. პირველი სტრატეგიული დოლარიზაცია. მადურომ მიუხედავად ანტიამერიკული რიტორიკისა ქვეყანაში დოლარი დაუშვა. მან დათმო მონეტარული სუვერენიტეტი, მაგრამ შეაჩერა ჰიპერინფლაცია და ბაზარზე პროდუქტი დააბრუნა. მეორე სტრატეგია გადარჩენის კაპიტალიზმია. შეიქმნა უზარმაზარი ჭრილოვანი ეკონომიკა. ოქროს არალეგალური მოპოვება, კონტრაბანდა და კრიპტოვალუტის გამოყენება გახდა სისტემის სისხლძარღვები. ეს არის ფული, რომელსაც ამერიკული ფინანსური მონიტორინგი ვერ ხედავს და ვერ აკონტროლებს. მესამე გეოპოლიტიკური ღერძის ცვლილებაა. როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარი ჩაკეტა, აღმოჩნდა, რომ არსებობს სხვა გზებიც. ჩინეთი გახდა ვენესუელური ნავთობის მთავარი მყიდველი. რუსეთთან ვაჭრობა 24 წელს 74%-ით გაიზარდა. ირანმა კი ტექნოლოგიური დახმარება გაუწია. როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ამერიკამ თავად დაწერა ვენესუელის გადარჩენის სახელმძღვანელო თავისივე სანქციებით. შედეგად შექმნა პრეცედენტი, რომ დოლარის ჰეგემონიის გარაშე ცხოვრება შესაძლებელია. ამერიკული სტრატეგიის კრახი კიდევ უფრო თვალსაჩინოა დიპლომატიურ ფრონტზე. მაგალითად, გახსოვთ ხუან გუაიდო, ადამიანი, რომელიც 2019 წელს აშიშუნდა 60 ქვეყანამ ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. დღეს გუაიდო პოლიტიკური მოჩვენებაა, ხოლო მისი კოალიცია დაშლილია. უფრო მეტიც, ლათინური ამერიკა დღეს ისეა გახლეჩილი, როგორც არასდროს. იელის პროფესორი გრეგ გრანდინი ამბობს, რომ მონროს დოქტრინის აღდგენის მცდელობამ რეგიონში უკუეფექტი გამოიწვია. ერთხარ ეს არიან რეგიონის გიგანტები, ბრაზილია და მექსიკა. მაგალითად, ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და მისი კოლუმბიელი კოლეგა გუსტავო პეტრო, მიუხედავად იმისა, რომ მადუროს არჩევნებს არ აღიარებენ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან აშიშუს სამხედრო ინტერვენციას. სექტემბერში გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე 20 ქვეყანამ გამოხატა ღრმა შეშფოთება ამერიკული ფლოტის მობილიზაციის გამო. ეს არის ისტორიული მომენტი. ლათინური ამერიკა აღარ ემორჩილება ვაშინგტონის დირექტივებს ავტომატურად. მეორე მხარეს კი რჩება რადიკალური მემარჯვენებრთა. ჩილეში ულტრამემარჯვენე ხოსე ანტონიო კასტის გამარჯვება, რომელმაც პინოჩეტის დიქტატურისადმი სიმპათიები არ დამალა, აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები რეგიონში მხოლოდ რადიკალური ძალებიღა არიან. ვაშინგტონი იზოლაციაში ექცევა. მისი ერთადერთი არგუმენტი ძალაა, მაგრამ როგორც ფრანცისკო როდრიგესი და სხვა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს ძალა ბუმერანგივით უკან უბრუნდება ამერიკას. სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავდა მადუროს დამხობას, სინამდვილეში აძლიერებს მას. თუმცა ჩვენ არ უნდა მოვუტყუდეთ და რომანტიზება არ უნდა გაუკეთოთ ნიკოლას მადუროს და მის რეჟიმს. აქ აუცილებელია ობიექტურობა. ვენესუელის წინააღმდეგობა იმპერიალიზმზე არის სპიროსის გამარჯვება ვენესუელელი ხალხისთვის. სოციოლოგი დევიდ სმაილდი ტულანის უნივერსიტეტიდან ხსნის საზარელ პარადოქსს. სანქციები, რომლებიც თითქოს დიქტატორს უნდა ურტყამდეს, სინამდვილეში მას აძლიერებს. როდესაც ქვეყანა ეკონომიკურ ბლოკადაშია, სახელმწიფო ხდება რესურსების განაწილების ერთადერთი წყარო. მადურო წყვეტს, ვინ ჭამს და ვინ შიმშილობს. საკვები ხდება პოლიტიკური კონტროლის იარაღი. ვენესუელაში ჩამოყალიბდა სისტემა, სადაც სამხედრო ელიტა და მთავრობასთან დაახლოებული ბიზნეს ჯგუფები მდიდრდებიან კონტრაბანდითა და შავი ბაზრით. ხოლო რიგითი მოქალაქეებისთვის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა. ქვეყანა დატოვა მოსახლეობის მეოთხედმა, 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ამერიკული ბლოკადა კი ამ ტრაგედიას ამძიმებს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ბლოკავს იმ ტანკერებს, რომლებსაც ნავთობი გააქვთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო ნაკლები ფული შევა საკვებისა და მედიკამენტებისთვის. ეს არის კოლექტიური დასჯა. კონგრესმენმა ჯიმ მაკგოვრნმა კონგრესში გამოსვლისას თავისი სიტყვა ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ აი ამ არასწორ სტრატეგიას მიუძღვნა. დიდი ხანია. ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. ომში ჩართვა ადვილია, მაგრამ იქედან გამოსვლა ჯოჯოხეთურად რთული. საკმარისად დიდხანს ვარ აქ იმისთვის, რომ მომესმინა ორივე პარტიის პრეზიდენტების საუბარი ომზე. თითქოს ეს მარტივი რამ იყოს. შევალთ და ადვილად გამოვალთ, დიდი არაფერი. ეს არასდროს მომხდარა, არასდროს. პენტაგონიც კი ამბობს, რომ მადუროს ჩამოგდება ძალიან რთული იქნება, რომ შედეგი შეიძლება იყოს მეტი ძალადობა, მეტი ქაოსი. დიახ, ეს შეიძლება ჭაობად იქცეს. ამიტომ, რასაც ჩვენ ვამბობთ, არის ის, რომ მოდით გავაკეთოთ ჩვენი საქმე.
თუ არ გინდათ საქმის გაკეთება არ ვიცი აქ რატომ ხართ. სერიოზულად ვამბობ. საგარეო საქმეთა კომიტეტმა ლიდერობა უნდა აიღოს. ეს არ უნდა იყოს საკამათო. ჩემი რეზოლუცია ორპარტიულია. ის იმსახურებს ორპარტიულ მხარდაჭერას. ეს მინიმუმია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. როცა ომში მივდივართ, ჩვენს ჯარისკაცებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ შეასრულონ ბრძანება. არა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა. დავწმუნდეთ, რომ ისინი არ გაიგზავნებიან გაურკვევლობაში, რომ ვიცით რას ვაკეთებთ, რომ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული მისია და რომ ეს სწორი ნაბიჯია. და ჩემი აზრით, ეს არასწორი ნაბიჯია. იცით, ჩვენ გვყავს უსახლკლარო ვეტერანები. ამ ქვეყანაში ხალხს ჯანდაცვით ვერ ვუზრუნველყოფთ. ხალხს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი. ხალხი მშიერია, იცით. თქვენ კი გინდათ მილიარდები და ტრილიონები დახარჯოთ მორიგ ომში. მაშ რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან? ვენესუელა დღეს არის გლობალური ცვლილებების ეპიცენტრი. ეს არ არის უბრალოდ ისტორია ერთ პატარა ქვეყანაზე. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ კარგავს სახელმწიფო კონტროლს მსოფლიოზე. ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია დაემორჩილებინა ვენესუელა ძალით, სანქციებით და ბლოკადით ჩიხში შევიდა. ამერიკული არმადა კარიბის ზღვაში გამოიყურება შთამბეჭდავად, მაგრამ ის ასევე გამოიყურება უსუსურად, რადგან ვერ ახერხებს პოლიტიკური მიზნის მიღწევას. როგორც მიმოხილველები ამბობენ, იმპერია კარგავს არა მხოლოდ ვენესუელას, არამედ კარგავს შიშის ფაქტორს, რომელიც მის დომინაციას უზრუნველყოფდა. მსოფლიო ხედავს, რომ მეფე შიშველია. ნავთობისთვის დაწყებული ეს ომი შესაძლოა გახდეს ამერიკული ჰეგემონიის დასასრულის დასაწყისი. მაგრამ სანამ გეოპოლიტიკის ექსპერტები მსჯელობენ, კარაკასის ქუჩებში ხალხი გადარჩენისთვის იბრძვის. და ორცეცხლშუა. ერთ მხარეს საკუთარი ჩაგვრელი მთავრობა, მეორე მხარეს კი უცხოური არმადა, რომელსაც მათი ეგრეთ წოდებული გათავისუფლება სურს. თუნდაც ამისთვის ვენესუელელების განადგურება გახდეს საჭირო. ვენესუელის ცხელი კონფლიქტიდან ახლა სამხრეთით, ანდების მთებში გადავინაცვლოთ, სადაც პოლიტიკური მიწისძვრა მოხდა. ჩილეში, ქვეყანაში, რომელიც ბოლო წლებში ლათინური ამერიკის ყველაზე პროგრესულ სახელმწიფოდ ითვლებოდა, საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ხოსე ანტონიო კასტმა გაიმარჯვა. რამდენიმე წუთს წავართ მე თქვენს დროს. მოთმინებას გთხოვთ, რადგან აქ ყოფნისას უამრავი აზრი და ემოცია ერთდროულად მომაწვა. თქვენში ვხედავ ჩვენს თანამემამულეებს არიკადან და პარინაკოტადან ანტარქტიდამდე და მაგალიანესამდე. ეს იყო მრავალწლიანი გზა და რადგან მადლიერი ადამიანი ვარ, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს ოჯახს. მადლობა თითოეულ ბავშვს, შვილებს, მათ ვინც თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს. მადლობა ჩემს შვილიშვილებს, ჩემს დიდ ოჯახს. მხოლოდ მადლიერება შემიძლია გამოვხატო ჩემი დაძმების, რძალსიძეების, მშობლებისა და სიმამრ-სიდედრის მიმართ, რომლებიც უკვე ზეციდან გვადევნებენ თვალს და გვფარველობენ. თუმცა განსაკუთრებული და ყველაზე მჭიდრო ჩახუტება ჩემი ცხოვრების ქალს, პიას, რომელიც მუდამ გვერდში მედგა. იცით, როგორი მადლიერი ვარ ღმერთისა და ჩემი სიმამრ-სიდედრის, რომ ეს საოცარი ქალი მაჩუქეს. ჩვენს 9 შვილთან ერთად შევძელით ერთმანეთისთვის შეგვეთავსებინა ოჯახური ცხოვრება და სოციალური საქმიანობა, რომელიც პოლიტიკაზე მეტია. კასტმა ხმების 58% მიიღო და დაამარცხა კომუნისტური პარტიის კანდიდატი ჟანეტ ხარა. ეს არ არის უბრალოდ ხელისუფლების ცვლილება, ეს არის ისტორიული რევანში. კასტი არ მალავს თავის სიმპათიებს გენერალ აუგუსტო პინოჩეტის სისხლიანი დიქტატურის მიმართ. მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფრაზა სწორედ დიქტატორს ეხებოდა. პინოჩეტი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის ხმას მე მომცემდა. მაგრამ საქმე მხოლოდ პოლიტიკურ სიმპათიებში არ არის. ხოსე ანტონიო კასტის ბიოგრაფია პირდაპირ კავშირშია მე-20 საუკუნის ყველაზე ბნელ რეჟიმებთან. ცნობილი ჩილელი მწერალი არიელ დორფმანი იხსენებს შოკის მომგვრელ ფაქტს. კასტის მამა მაიკლ კასტი 1942 წელს ნაცისტური პარტიის წევრი და ვერმახტის ოფიცერი იყო, რომელიც ჩილეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყალბი დოკუმენტებით ჩავიდა. პარადოქსია, მაგრამ კაცი, რომელიც დღეს მიგრანტების დეპორტაციით იმუქრება, თავად არის არალეგალი იმიგრანტის შვილი, რომელმაც თავშესაფარი ჩილეში პოვა. დორფმანი დემოკრასი ნაუსთან საუბრისას არჩევნების შედეგს პოლიტიკურ და ეთიკურ მიწისძვრას უწოდებს.
ეს არის პოლიტიკური და ეთიკური მიწისძვრა, რადგან ვგულისხმობ, შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი. ის აპირებს თავს დაესხას იმ ქსელს სისტემას, რომელიც არა ბოლო 35 წლის, არამედ ბოლო 100 წლის განმავლობაში იგებოდა. იგი უპირისპირდება მუშათა ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს, მკვიდრი მოსახლეობის უფლებებს. ის აბორტის წინააღმდეგია მაშინაც კი, როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ცხადია, ის გეი წყვილების წინააღმდეგიცაა. შემიძლია კიდევ ბევრი ვილაპარაკო ამ კაცზე, რომლის მამაც სხვათა შორის თავად იყო ნაცისტი. ის 1942 წელს ნაცისტურ პარტიაში შევიდა როგორც გერმანიის ვერმახტის ოფიცერი. შემდეგ კი ყალბის აბუთებით ჩილეში ჩავიდა. ეს ძალიან უცნაურია, რადგან კასტმა თავისი კამპანია ანტიიმიგრაციულ დღისწესრიგზე ააგო. ამავე დღისწესრიგის მიხედვით კი მამამისი ახლავე უნდა გააზევონ ქვეყნიდან, რადგან ის სანტიაგოში საბუთების გარეშე ჩავიდა. თუმცა კასტის კლანი მხოლოდ ნაცისტურ წარსულს არ უკავშირდება. მისი ძმა მიგელ კასტი იყო პინოჩეტის ეგრეთ წოდებული ჩიკაგოელი ბიჭების წევრი და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი დიქტატურის დროს. სწორედ მათ შექმნეს ის ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი, რომელმაც ჩილეში უთანასწორობა გაზარდა. ამიტომაც არის კასტი უოლ-სტრიტისა და ვაშინგტონისთვის სასურველი კანდიდატია. კასტის გამარჯვების მიზეზები კომპლექსურია. როგორც მიმოხილველები აღნიშნავენ, ჩილელების მთავარი საწუხარი კრიმინალი და ეკონომიკური სიდუხჭირე იყო. პოსტპანდემიურმა ინფლაციამ მოქალაქეების შემოსავლები შეამცირა, რამაც მემარცხენე მთავრობის მიმართ იმედგაცრუება გაზარდა. ამ ფონზე კასტმა ამომრჩევა შესთავაზა რადიკალური გადაწყვეტა. ელ-სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს სტილის რკინისხელი, მაქსიმალური სიმკაცრე ციხეებში და 300,000 არალეგალი მიგრანტის დეპორტაცია. აქ არის საინტერესო პარადოქსი, რომელზეც ანალიტიკოსი ხუან დავიდ როხასი საუბრობს. ჩილეში მუდმივი ბინადრობის მქონე მიგრანტებს ხმის მიცემის უფლება აქვთ. როხასის თქმით, ვენესუელელმა მიგრანტებმა მასობრივად მისცეს ხმა კასტს, იმ კაცს, რომელიც მათი დეპორტაციით იმუქრება. და ეს იმიტომ, რომ მისი აზრით ვენესუელელები ულტრაკონსერვატიულად არიან განწყობილნი და სულთ ყველაფერი, რაც მემარცხენეობას და სოციალიზმს უკავშირდება. იცით, ერთი ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ჩილეში მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს, რომლებიც ქვეყანაში 5 წელია ცხოვრობენ, ხმის მიცემის უფლება აქვთ. შესაბამისად, ვენესუელელები ამ კამპანიის დროს ძალიან სასურველი ელექტონატი იყვნენ. და გამოიცანით, ვის მისცეს ხმა? მათ ხმა მისცეს კასტს. კაცს, რომელიც მათ დეპორტაციას პირდებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ვენესუელელები სუპერ ნეოკონსერვატორები არიან. ამაზე დიდი დისკუსია მიდის. კასტის გეგმები ამბიციური და საშიშია. მას სურს ააშენოს კედელი საზღვრის ფარი ჩრდილოეთით. აკრძალოს აბორტი გამონაკლისების გარეშე და შეამციროს გადასახადები. ვაშინგტონისთვის კასტი იდეალური პარტნიორია. ის არის ანტიკომუნისტი, პროამერიკელი და მზადა მხარი დაუჭიროს ტრამპის პოლიტიკას ვენესუელის წინააღმდეგ. მაგრამ კასტის გამარჯვებას აქვს კიდევ ერთი გეოპოლიტიკური განზომილება. ჩილე ფლობს მსოფლიო ლითიუმის მარაგების უდიდეს ნაწილს. ეს არის თეთრი ოქრო, რომლის გარაშეც თანამედროვე ტექნოლოგიები ვერ იარსებებს. თუ წინა მემარცხენე პრეზიდენტი ბორიჩი ლითიუმის ნაციონალიზაციაზე საუბრობდა, კასტი სავარაუდოდ კარს გაუღებს ამერიკულ კორპორაციებს და პრივატიზაციას. ალბათ სწორედ ამიტომ არის გახარებული ტრამპიც მისი სავარაუდო მოკავშირის გამარჯვებით. გავიგე, რომ ჩილეში იმ ადამიანმა, რომელსაც მე დაუჭირე მხარი და რომელიც თავიდან ლიდერი არ იყო, საბოლოოდ საკმაოდ ადვილად გაიმარჯვა. ასე რომ მოველი მასთან შეხვედრას ჩემი პატივისცემის დასადასტურებლად. გავიგე, რომ ის ძალიან კარგი პიროვნებაა. ჩრდილოეთით ვენესუელაში ამერიკული არმადა დგას. სამხრეთით ჩილეში პინოჩეტის იდეოლოგია ბრუნდება. კონტინენტი, რომელიც ბოლო 20 წელი შედარებით მშვიდად ვითარდებოდა, კვლავ გლობალური დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. სანამ მსოფლიოს ყურადღება ლათინურ ამერიკაზეა გადატანილი, აფრიკაში, სუდანში თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი. თუმცა დაუწყებული ომი მიმდინარეობს. იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ლაბორატორიის ახალმა ანგარიშმა შოკის მომგვრელი ფაქტები გამოავლინა. ქალაქ ალფაშერში, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება სწრაფი მხარდაჭერის ძალები აკონტროლებს, თანამგზავრული ფოტოები მასობრივ სასაფლაოებს აფიქსირებს. საუბარია ეთნიკურ წმენდაზე.
იელის მკვლევარი ნათანიელ რეიმონდი აღწერს საზარელ სურათს, ქალაქი, სადაც სიცოცხლე შეჩერდა და მხოლოდ გვამების დაწვისა და დამარხვის პროცესი ჩანს. ჩვენ ვხედავთ მოჩვენებათა ქალაქს. არანაირი სამოქალაქო აქტივობა. მხოლოდ სამხედრო პიკაპები, რომლებიც გვამებს ეზიდებიან, წვავენ და მარხავენ. ეს გრძელდება კვირების განმავლობაში. სუდანში ომს უკვე 150,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 12 მილიონი კი ლტოლვილად იქცა, თუმცა მსოფლიო დუმს. პასუხი აქაც რესურსებშია. სუდანი ოქროსა და ნავთობის საბადოებითაა მდიდარი, რომლისთვისაც რეგიონული იმპერიები იბრძვიან. და ბოლოს გადავინაცვლოთ ღაზაში, სადაც მესამე კატასტროფული ზამთარი დგება. წვიმამ და წყალდიდობამ ათასობით დევნილის კარავი წალეკა. ადამიანები, მათ შორის ბავშვები სიცივისგან და შიმშილისგან იღუპებიან, თუმცა სანამ ღაზა იყინება, ვაშინგტონში უკვე გამარჯვების ნადავლს ითვლიან. ბრიტანული გამოცემა გარდიანი აქვეყნებს სკანდალურ გამოძიებას სათაურით, ისინი ცდილობენ ამით გამდიდრდნენ. ირკვევა, რომ ამერიკული სამშენებლო კომპანიები უკვე რიგში დგანან ტრამპის ადმინისტრაციასთან, რათა ღაზის აღდგენის მრავალმილიარდიანი კონტრაქტები მიიღონ. სიაში ლიდერობს კომპანია, რომელმაც ფლორიდაში ააშენა ემიგრანტთა დაკავების ცენტრი, მეტსახელად ალიგატორების ალკატრასი. გარდიანის ჟურნალისტი არამ როსტონი ამბობს, რომ ეს კომპანიები გეგმავენ ლოჯისტიკურ მონოპოლიას, სადაც თითოეულ სატვირთო მანქანას ღაზაში შესვლისთვის $12,000 გადაახდევინებენ. ეს არის უზარმაზარი თანხა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც ვესაუბრეთ, თქვა, რომ ადამიანები რიგში დგებიან და ამას ისე უყურებენ, როგორც ერაყის აღდგენის პროცესს, რაც როგორც გახსოვთ, ზოგიერთისთვის უზომოდ მომგებიანი იყო. ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის სიტყვები, რომ ღაზას სანაპირო ძალიან ღირებული უძრავი ქონება, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველური იყო. სანამ ადგილობრივი მოსახლეობა გადარჩენისთვის იბრძვის, კორპორაციები უკვე ხაზავენ გეგმებს, თუ როგორ აქციონ ნანგრევები მოგებოთ. 2025 წელი იწურება და თუ რამე დაგვანახა ამ წელმა, ეს ცინიკური ძალაუფლების შიშველი დაუფარავი გამოვლინებაა. ჩვენ ვხედავთ სამყაროს, სადაც ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკა საბოლოოდ გათავისუფლდა ღირებულებების ტვირთისგან. კარაკასის ბლოკადა, ჩილეს პოლიტიკური გადატრიალება თუ სუდანის მივიწყებული ტრაგედია, ეს ერთი დიდი სურათის ფრაგმენტებია. სურათის, სადაც ნავთობი, ლითიუმი და ოქრო ადამიანის სიცოცხლეზე ბევრად მეტად ფასობს. ეს არის იმპერიალიზმი ახალი, უფრო ცინიკური ფორმით. ის აღარც კი ცდილობს თავის მართლებას დემოკრატიით ან თავისუფლებით, ხოლო ექსპლუატაცია და ჩაგვრა პრაგმატული ნორმა.